დღესვე გიორგობის დღის აღსანიშნავად ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ევროპის მოედანზე იმღერებენ გალა კონცერტი ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება და ის გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. თუ ვინ იქნება მთავარი მონაწილეები პირდაპირ ეთერში ნათია ლომაძისგან გავიგებთ. ნათია, მოგესალმებით, რა სიურპრიზები გალა კონცერტის დაწყებამდე 5 საათზე ნაკლები რჩება. კონცერტი ჩატარდება ბათუმში ევროპის მოედანზე, სწორედ აქ საღამოს 7 საათზე დაიწყება ეს კონცერტი. ბოლო დეტალები ზუსტდება, აქ იმყოფებიან რეჟისორები, რომლებიც ბოლო დეტალებზე მუშაობენ. კონცერტი, როგორც უკვე გითხარით, გაიმართება ევროპის მოედანზე, სადაც დამონტაჟებულია საგანგებო სცენა, სწორედ აქ იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. მონაწილეთა ჩამონათვალი, არასრული ჩამონათვალი ასეთია: ჯგუფი მგზავრები, ასევე კახა ცისკარიძე, გიორგი უშიკიშვილი, ნიკოლ შოუ. სცენაზე დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ანსამბლებიც, ეს არის აჭარის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი და ანსამბლი ბერმუხა. საკონცერტო პროგრამა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იქნება მრავალფეროვანი, სხვადასხვა ჟანრის სიმღერა შესრულდება და ასევე სხვადასხვა მიმართულების მუსიკა აჟღერდება. ზუსტად 7 საათზე დაიწყება კონცერტი, დასწრება თავისუფალია. ბათუმის სახელმწიფო ანსამბლი, ასევე ბავშვების ანსამბლი, ასევე ანსამბლი ბერმუხა, ხოლო თბილისიდან მოდის ნიკოლ შოუ, მგზავრები, გიორგი უშიკიშვილი, ხანუმები და კიდევ სხვა მრავალი. მოკლედ, ვფიქრობ, ამ დღესასწაულს უხდება ლამაზი კარგი სასიამოვნო კონცერტი. მიმდინარეობს კონცერტისათვის მზადება, ტექნიკური სამუშაოები დასრულდება მალე და საღამოს 7 საათის მერე უკვე ჩვენი ქალაქის ყველა მცხოვრებსა და მის სტუმრებს ველოდებით სწორედ აქ ევროპის მოედანზე. დღევანდელი კონცერტი გიორგობის დღესასწაულს ეძღვნება, სწორედ ამ გალა კონცერტით დასრულდება ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს აჭარაში დილიდან იმართება. კონცერტი გაგრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.